თქვენ უსმენთ სათემო რადიოს. ეს არის სივრცე, სადაც ვსაუბრობთ კულტურაზე, ხელოვნებაზე, სოციალურ და ჯანდაცვის გამოწვევებზე, ქალთა საკითხებზე, ეკონომიკასა და პოლიტიკაზე, ახალგაზრდულ ინიციატივებსა და სპორტზე. აქ ისმის დევნილ დახმა და მათი ისტორიები. ჩვენ ვსჯელობთ თქვენს ყოველდღიურობაზე, გიზიარებთ სიახლეებსა და პრობლემებს, ეძებთ გზებს უკეთესი მომავლისთვის. სათემო რადიო, ხმა, რომელიც თქვენ გეკუთვნით. მოგესალმებით ძვირფასო რადიო მსმენელებო, ეს არის ხონი სათემო რადიო, რომელიც კარგახანია ისმის ჩვენ ეთერში. მე განებივრებული ვარ ყოველთვის კარგი სტუმრებით, რა ვიცი, არაჩვეულებრივი ადამიანებით და დღეს ქალბატონი ლალი ნაკაშიძე, რომლის სახელი და გვარი არა მხოლოდ ხონში, ზოგადად პროფესიულ წრეებში არის საკმაოდ პოპულარული. ქალბატონი ლალი გახლავთ ფსიქოლოგი, ლექტორი სახელმწიფო უნივერსიტეტის, საგარეწევის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ამასთანავე ჩვენის ხონის სათემო ცენტრის ფსიქოლოგი, რომელსაც ქალბატონ ლალის ჰყავს უამრავი მეგობარი, არ ვიცი როგორ ქვია ამ ადამიანებს. აღარ ქვია ხო და ვერიდები ასეთ შიშობ რომ რაიმე ესეთი სტერეოტიპული სიტყვა არ თქვა, რომელიც ძალაუნებურად ვაკენებთ ამ კლიშეებს და ეს კიდე წამგე პრობლემაა და გნებავთ ამ თემაზეც ვისაუბროთ გადაცემაში და თქვენ იმხელა საჩუქარი ხართ ჩვენი პროექტისთვის ქალბატონ ლალი. მე ერთი სული მქონდა როდის მოხვიდოდით გადაცემაში, იმიტომ რომ ეს გადაცემები დავიწყეთ ჩვენ აგვისტო იყო, სექტემბერი იყო, ოქტომბერიც სრულდება და სულ მინდოდა რომ მეთქი ახლა და კარგია რომ გამოძებნეთ დრო და მოვზარდით ჩვენთან სტუდიაში, ვიცი რომ ეხაც მუშაობდით, კიდევ გელოდებიან და ავიცი მე ვფიქრობ რომ ქალბატონი ლალი როცა ხონში არ ჩამოდის, მაშინ თვითონაც არ ჩემთვის დავქამ ისე განვიცდი რომ მათ რო უფრო ჭირდება, მაგრამ ქალბატონი ლალი ამბობს რომ მეც ჭირდება ხონი ყველა ენერგიას ვიღებ ამ ყველაფრიდან თქო და მოდი ამ ყველაფერზე ვისაუბრებ. პირველ რიგში ქალბატონი ლალი, სანამ ამ ხონის პროექტზე ვისაუბრებდეთ, თქვენი თავი გავაცნოთ ჩვენს მსმენელებს, მაყურებლებს, იმიტომ რომ ჩვენი რადიო არა მარტო ისმინება, ყურებადიც არის, ვიწერთ ამ ყველაფერს და ხო, სიახლეა და კარგია და გადის ეს სხვადასხვა პლატფორმებზე, YouTube-ზე, Facebook-ზე და სხვა სოციალურ ქსელებზე და მაყურებელიც ყავს ჩვენ გადაცემებს. გაგვეცანით, მოგვიყევით თქვენი პატარა, ასე ვთქვათ, ავტობიოგრაფიის სახით და შემდეგ როგორ მოხვედით ამ პროფესიაში, ამაზეც ვისაუბროთ და თქვენ პროფესიაზე ზოგადად. თქვენ წარმოვიდგინეთ, ამ პროფესიაში მოსვლის მთავარი მიზეზი იყო ხონელი ადამიანი, დიახ, აკადემიკოსი ვიტალი კაკაბაძე, წარმოშობით ხონიდან, რომელიც იმ დროს წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქალბატონმა ნარული კაკაუძე მოიწვია და მე ვიყავი ფილოსოფია ფსიქოლოგიის, უკაცრავად პედაგოგიკა ფსიქოლოგიის კათედრის წევრი. კათედრის წევრი რას ნიშნავს? ჯერ სტუდენტი არ იყავი? მუშაობდი იქ, როგორც ახლად დასრულებული მქონდა უნივერსიტეტი. ეს სპეციალობა იყო ისტორია პედაგოგიკა, მაგრამ მე მუშაობდი პედაგოგიკის ისტორიაში, ასე დავიწყე. მოხდა ისე, რომ ჩემი სტატია, საკვლევი სტატია უფრო იყო ფსიქოლოგიური ასპექტებით, დასკვნებით და როცა ბატონმა ვიტალი მოისმინა, ეს ოთხშაბათობით იყო ისე თემატური სემინარი და ძალიან სასარგებლო ახალგაზრდა მეცნიერ მუშაკებისთვის, თქვა, რომ ეს არის წმინდა ფსიქოლოგიური დასკვნები, ფსიქოლოგიური შესწავლა, ჟან-ჟაკ რუსოს ეხებოდა, აღარ გავაგრძელებ და არ დავკონკრეტდები და შემდეგ ეს კათედრა გაიყო, ცალკე წავიდა ფსიქოლოგიის კათედრა და შემომთავაზა, რომ გადავსულიყავი მასთან კათედრაზე. იგი იყო ჩემი სამეცნიერო თემის ხელმძღვანელი, სწორედ ხონიდან წარმოშობით ბატონ ვიტალი კაკაბაძე და ჩემი სადისერტაციო თემა იყო, რა თქმა უნდა, ასპირანტურა დავამთავრე ფსიქოლოგიის მიმართულებით და სადისერტაციო თემა იყო დროის გაგების შესახებ, ანუ სუბიექტური და ობიექტური დრო, ანუ დროს როგორ განიცდის ადამიანი, განცდაში სუბიექტური დრო როგორია და ობიექტური დრო. მართლაც ურთულეს თემა, ექსპერიმენტები ჩავატარე მთელი 3 წლის განმავლობაში, საკმაოდ კარგ დასკვნებამდე მივედი. მაგრამ შემდგომ რატომღაც წავედი პრაქტიკაში და თქვენ წარმოიდგენთ, მე არ ვიცი ხა
ქალბატონ, უკვე ქალბატონ ნანა ძაგნიძეს ახსოვს თუ არა, მაშინ გახდით ასპირანტი, როცა მამამისმა მოიყვანა მოჭადრაკე ნანაზე მოიყვანა უნივერსიტეტში, იქნებ ვინმე იყოს მაშინ ახალგაზრდა გახლდით თანამშრომელი, რომელიც ტურნირის წინ გაესაუბრება ჩემს შვილს, რადგანაც ქონდა რაღაც გარკვეული ძალიან კარგი მამა ყავდა ყოველთვის ნანას წარმატებას ბევრად უკავშირებ მამამის, იმიტომ რომ მე მახსოვს მე როგორც პატარა მოჭადრაკეს ტელევიზიითაც ხშირად ვიღებდი, მაგრამ მამა უკეთებდა ყველაფერს და ეს როგორ გათვალა ჭკვიანურად, იმიტომ რომ ჩვენი ფსიქოლოგის დახმარება ახლა ვისწავლეთ. და მე გამიკვირდა მაშინ მეც იმიტომ აღნიშნე, იმიტომ რომ ფსიქოლოგის დახმარება აუცილებლად იყო ამაზეც ვისაუბროთ აუცილებლად რომ სირცხვილი ესე იგი ფსიქოლოგის დახმარება თუ ჭირდება ესე იგი ხო ეგრევე იგივდებოდა ესე ეს კარგად არ არის და მე რაში მჭირდება ფსიქოლოგი იყვირებდა ადამიანი თვითონ და დღეს უკვე დიახაც ყველაზე ნერვებ დამშვიდებულ ადამიანს ჭირდება ფსიქოლოგი თვითონ ფსიქოლოგს ჭირდება ფსიქოლოგი რა ბევრი ისმის და რა აქიმი დასნეულდეს რუსთაველს ნათქვამი და აი იქედან უკვე გადავწყვიტე რომ აი ეს იყო ის საქმე რომელიც ყველაზე მეტად მიზიდავდა ანუ პრაქტიკაში ვიპოვე ჩემი თავი და თქვენ წარმოიდგინეთ ჩემო ძვირფასო რომ ამ ყველაფრის სათავე მაინც ოჯახშია დედაჩემ იყო ექთანი პროფესიით და სამსახურიდან მოსული დაღლილი როცა სახლში იყო ხოლმე ჩვენ სახლებში ხო ერთი ოთახი თმებოდა მაშინ ოგი ბატონო ხო ამიტომ იქ ვიყავი ხოლმე სადაც დედა ჩვენთან მოსულ მეზობლის ქალებთან იმყოფებოდა მეც იქვე მეცადინეობდი მაგრამ დაღლილი ქალბატონი ისმენდა დიდი თმენით ყველას ოჯახის გასაჭირს და მე მიკვირდა როგორ შეძლო ამ ადამიანმა რომ ასე დაღლილვა შემდეგ გადაწყვიტა რომ მეზობლებისთვის მოესმინა და ამას აკეთებდა არა გულგრილად და სადიოს აკეთებდა არა ფსიქოლოგია პირველ რიგში მოსმენა ამაგარი რამე პირველი არის მოსმენის უნარი მეორე აქ არის თანაგანცდა აუცილებლად ბუნებრივია იმ მდგომარეობაში ვერ ვიქნებით როგორ ამ მდგომარეობაშიც ვთქვა თვითონ რესპონდენტია ემპათია უნდა ცადო ადამიანს ემპათია თანაგანცდასთან ერთად მოდის ემპათიის უნარი ფსიქოლოგს და მე როცა ტრენინგებს გავდიოდი ხოლმე ეტაპობრივად მაშინ იყო ესეთი რამ რომ ყოველთვის გვატრენინგებდნენ ცნობილი თბილისში ცნობილი პროფესორები და ტრენერები რომ არასოდეს არ უნდა გავასწროთ ჩვენ რესპონდენტს არასოდეს არ რჩევები არ უნდა გავცეთ ანუ რეცეპტული რჩევები არ უნდა მივცეთ არამედ მასში ვეძიოთ რესურსი რისი დახმარებითაც შეძლებს ამ პრობლემის მოგვარებას მაგრამ ზოგჯერ ბატონ დავით არის ხოლმე შემთხვევები რომ მოსულა ჩემთან ვთქვათ აქ ამ ხონის სათემო განათლების ცენტრში და ამას გარდა კიდე სხვა სამსახურებიც მაქვს მოსულა და უთქვამს რომ პრობლემები მაქვს ამ დროს სრულებითაც არ არის ეს არის გივდება დიდ პრობლემას და არამედ არის ის მას გონია რომ თავზე სამყარო ენგრევა კი ბატონო აი ზუსტად ეგ არის სმენით თმენით და ამ თემის ბოლომდე მიყვანით, შემდეგ თვითონვე პოულობს იქედან ზოგჯერ ვამბობ რომ ფსიქოლოგებს ჯადოსნური ჯოხი არ აგვაქვს ჩვენ რომ უცებ შემცვალოთ ადამიანები, მაგრამ აქ მინდა ერთი რამ აუცილებლად ჩავრთო. ზოგადად ადამიანი არ იცვლება. ზრდასრულზე ვამბობ, როცა ამბობენ მოლოდინი რომ აქვთ, რომ ანუ რას გულისხმობ? უკეთესი გახდეს? დიახ. მე გარდა წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ლექტორი ვარ, თანაც ვარ გამომრჩა, რადგან ასე გულითადად გავყევით ამ თემატიკას. იქ არის სტუდენტთა მხარდაჭერისა და განვითარების ცენტრი, სადაც არის ფსიქოლოგის მომსახურების სერვისი და იქ მუშაობდა ვემსახურების სტუდენტებს. უნივერსიტეტში. რა თქმა უნდა, სამსახურია ასეთი. უფასოდ
ხდება ის სტუდენტებმა იციან რა თქმა უნდა იციან და ამ ეტაპზე მე მუშაობ 57 სტუდენტთან აი რას ლაპარაკობთ დიახ იქაც წარმატებულად მუშაობს ეს სერვისი თავარი არის პირველი რომ დობა მოიპო რესპონდენტთან არც ისე იოლია ვთქვათ იმედგაცრუებული ფრუსტრირებული ადამიანი როცა მოდის მისი დობა მოიპოვო არის ამის 1000 გვარი ხრიკები რაც უკვე წლებია პრაქტიკა ძალიან ბევრ ამის გვაძლევს ფსიქოლოგებისთვის ძალიან. ალბათ ახალგაზრდა ცოტა გაზვიადებულად ეჩვენებენ. ხო, აი ზუსტად სწორი ბრძანდებით, რომ გონია რომ პრობლემები აქვს, და ამბობენ რომ მაქვს დეპრესია, დეპრესიული მდგომარეობა. რეალურად ზოგჯერ ეს არის თუ ემოციურ პროცესებს გავყვებით, პირველი შესაძლებელია იყოს შფოთვითი მდგომარეობა, რადგან შფოთვა მაშინ გამოვლინდება, როდესაც არის გაურკვეველი მოლოდინები. აი ხა მაგალითად თქვენთან სასაუბროთ ხო არ არის უცხო ვისაუბრო ფსიქოლოგიურ თემატიკაზე, მაგრამ რაღაც გარკვეული შფოთვა ხომ იყო, არ ვიცოდი რაც შემეკითხებოდით, როგორ წავა დინამიკაში ჩვენი საუბარი. ეს გვაქვს ყველას და რატომ 7 ხალხსაც კი რატომ 7 შეიძლება იყოს ადამიანი გამომხატველობით, მაგრამ შინაგანად მასში შიგა რევოლუციები მიმდინარეობს. უბრალოდ მას ემოცი პირიქით ვიღაცა გონია რომ გაქანებული და როზია ხო ისალაპარაკობდეს და შეიძლება სულაც არ გქონდეს. კი ბატონო, კი. ძალიან ადამიანი ზოგჯერ ორკესტრირებას უკეთებს ისეთ რამეს არა უმეტეს შემთხვევაში, რაც მისი პიროვნული კრახისკენ მიმავალი გზა და აი ამაზე მუშაობს სწორედ ფსიქოლოგი, რომ ისე ეს ფიქრები და არაერთხელ მოგვისმენია და ცნობილი ფსიქოლოგებიც ამას საუბრობენ, რომ ის ესე რომ ვთქვათ ფიქრები რომელიც ჩვენს მდგომარეობას აუარესებს, კი არა აუმჯობესებს, აი ამისაგან როგორ უნდა დავიხსნათ თავი და ორკესტრირება არ გავაკეთოთ უარყოფით, ხო არის ხოლმე 1000 რამ იწერება, 1000 რამ. კაბანანა ძალიან რთული პროფესიაა. იმდენად რამდენადაც შეიძლება აი ყანაში იმუშაო, თორსა არ დაიღალო. მაგრამ იჯდე 1 საათი და უსმინო ვინმეს ალბათ თქვენთანაც ძალიან მზად ახართ ხო როგორც ძალიან მზადაა ამაზე იმიტომ რომ მე გაცილებით მეტად ღლის ვინმე ადამიანმა შეიძლება 10 წუთი რაღაცა მელაპარაკოს პირისპირ მით უმეტეს მარტო რჭებით ხო ელაპარაკებით და მირჩევნია ფიზიკურად რაღაცა ავიტანო მე-5 სართულზე ბეჭებით აი ნახეთ რა რთულს ვამბობთ რატომ იმიტომ რთული ადამიანია რთული ზოგადად მე ყველა სხვადასხვანაირია თქვენ ერთად არ ინდივიდუალურია თქვენ ახლა ვინმეს ხო ოჯახისებს ხო არ ამუღამებთ ერთს რომ შეეგუო თქვენ უნდა დაამუღამოთ ყველა იმ 1 საათში იმ 1 საათით ეს ძალიან რთულია ამიტომ შესწავლის ზუსტად პრაქტიკა იძლევა ამას რომ შესწავლის პროცესი პირველი ბოდიში არ ამგონია რომ ერთთან რაღაცა რომ მუშაობს მეორესთან არა რა თქმა უნდა ეს არ არის წესები რომ ფსიქოლოგი რა ხანვა რა ხა ასე უნდა უქნა ამას არა ნახეთ ბატონ დავით ერთ და იგივე გამაღიზიანებელი ვთქვათ გამაღიზიანებელია ჩვენთვის სამყარო ზოგადად იმიტომ რომ ის ველი რაც იქიდან მოდის ითხოვს ჩვენგან პასუხს ფილოსოფიურია, მაგრამ რეალურად ასეა. ეს კითხვებს სვამ და პასუხები არ აქვს. კი ბატონო, ეს პასუხი კი არის სწორედ ის ემოციური პროცესები, რითაც მე უნდა უპასუხო მას. და ნახეთ, ზოგჯერ ერთი და იგივე გამაღიზიანებელზე, ერთი და იგივე ინდივიდს აბსოლუტურად განსხვავებული რეაქციები აქვს. ნახეთ, მე ვისაუბრე რომ არ იცვლება ადამიანი ამასთან დაკავშირებით ხო რა საინტერესოა ნახეთ საუბრობ რატომ აი ზუსტად მე იცით აქ როცა ბენეფიციარები მოდიან მართლა არ მინდა ეს უკვე მეგობრები ვართ ჩვენ და თავარი რაც ჩემთვის გასათვალისწინებელია და მათაც უკარნახობ არის ის რომ ზუსტად ამ ასაკში უნდა მოხდეს იმ დარღვეული ქცევების, ის მავნე ვერბალური ლექსიკური მარაგის, ჩვენ თამაშით ვაკეთებთ ხოლმე ამას და ეხლა რომ ბიჭუნა იყოს, სწორედ მას უთხარი, რომ აი
როცა იყენებდი ხოლმე რაღაც უცენზურო სიტყვებს, ახლა როგორ ავართ მეთქი და ჩვენ გვაქვს რაღაც ერთი ტესტი და აი რაც ეს გავაკეთე, სულ ვცდილობ, რომ აი მახსენდება ჩვენ რომ ერთად ეს გავაკეთეთ და თავი შევიკაო. როცა ეს ხდება, პირველი გენეტიკური კოდია, ბუნებრივია, როდესაც ადამიანი მოდის აი ამ გენეტიკური კოდით ძალადობრივი უპასუხისმგებლო დამოკიდებულება ურთიერთობებში ან და ვთქვათ მიდრეკილია ანუ ოჯახი არის სათავე ამ ყველაფერს პირველი არის ოჯახი ეხლა მე და ქავატონი ელისով საუბრობდით ნუ ბევრ წინააღმდეგობებს ხედავთ და რა უნდა ვქნათ პირველი ეს არის ოჯახი და მშობლები გარბიან ხოლმე კი ძალიან რთული ამბავია ამიტომ ნახეთ მე როგორ მეთოდს მივმართე უკვე წლებია როცა არასრულწლოვანთან საუბრობ მაქვს კონსულტაცია ხშირად არის ხოლმე მშობელს მოყავს არასრულწლოვანი და თვითონ მიდის აი ახლა არა ჩემთან ერთად არის მშობელი თქვენ იმას უნდა უტარებდეთ ყველაზე დიახ ზოგჯერ მშობელთან მაქვს ეს კონსულტაციები და შემდეგ ჩემს შემდეგ როცა მიდის არასრულწლოვანი სახლშიც იგივე უნდა გრძელდებოდეს რაც ხდება ჩემთან და ეს მინდა რომ თქვა აი ოჯახის ფენომენი და უჯრედი ამას რატო გავამახვილე ყურადღება რადგან ძალიან არასასიამოვნო თემებთან მიწევს ხოლმე შეხება ეს არის სასამართლო პროცესებზე ვარ ექსპერტი ფსიქოლოგი კონფლიქტურ ოჯახებში გაყრის შემდგომ თქვათ შვილების საცხოვრებელი ადგილი სადგან ისაზღვროს და წარმოიდგინეთ რამდენად მტკივნეულია ჩემთვისაც და როცა განვიხილავ ამ თემებს ის გასაჯაროებული აზრი რომ ბავშვმა დედასთან უნდა იცხოვროს ეს უკვე არის ხოლმე არა მართლებს და არის ხოლმე რომ ამასთან დასკვნას როცა ვწერ ვამჯობინებ ზოგჯერ რომ ამასთან იცხოვროს ამოუწურავით თემა საინტერესოა და ეხლა რომ მეუბნებით ფაქტიურად დაღლა აქ არ მეპატიება ცოტა კატეგორიულია და ყოველთვის ვარ მე წინააღმდეგი კატეგორიულად გამოთქმებული აზრების კატეგორიულობა არ ამართლებს არც ერთ ურთიერთობაში გარდა კანონთან დამოკიდებულებისა დაღლა არ მოდის თუ გრძნობ რომ კარგ საქმეს აქვს. კი ბატონო, იმიტომ რომ ამით იღებ ენერგიას უკვე შედეგით. ფაქტი. ხო, როგორც პედაგოგი, კარგი მოსავლით, მსახიობი ტაში, ხო, რაღაცა მაღურებლით, ჟურნალისტი. ესა ქავდონალი მინდა მაინც იმ თემას დაუბრუნდეთ. ადამიანები არ იცვლებიან. არ ვიცი ეს გამიხარდეს თუ არა, იმიტომ რომ ხანდახან ხო გვინდა შევცვალოთ. ანუ უკეთესობისკენ. ვერ შეიცვლებით. იცით რატო? ნუ ის აღზრდა მოდის. რეაქციები გრჩებათ იგივე. ადამიანი არის რეაქცია კონკრეტულ კრიტიკულ სიტუაციაში. ეტიკეტურად მაინც ისეთი ხდება. დიახ, ეტიკეტურად შეიძლება ეს არ დარღვიოთ. ეთიკის გაცნობიერო, მიხვდე რა არის კარგი ტონი, რა არის ცუდი ტონი. რა თქმა უნდა, მაგრამ კრიზისს ქცევა არა, ეს არის ვერბალური და ქცევაშიც გამოხატული რეაქცია არ იცვლება. ამიტომ უნდა წამოვიდეს ისეთნაირად არა გეთანხმებით. ძალიან საინტერესოა გამეცინა დედაჩემი გამახსენდა რაც არ უნდა კარგად იქცეოდეს მაინც არტყავს იტყვიან ის იმას მე ვერ გადავაჩვიე რომ კიბილით არ ველაპარაკო იმ წუთში შეიძლება ვეთანხმებოდე არ ელოდება დათანხმებას რომ მეუნები რომ ამას ასე გადავპირდაპირ კიბის ხო შეიძლება მკითხე შეიძლება ვაბრუნებ გიჯერებ პირდაპირ კიბილზე გადადის ეხა დედაზე ხო და არ იცვლება ხო ამდენი წლები გავიდა აი დედაჩემიც არ იცვლებოდა მე დაუბრუნდები ერთი წამით სულ რომ აი ვეკითხებოდი ხოლმე როგორ შეგიძლია ასე დაღლილს რომ ამ ადამიანების გასაჭირს კიდე უსმინოთ ხო მეუბნებოდა რომ იმიტომ რომ ეს ადამიანები ჩემთვის არაა სულ ერთი და ზუსტად ასე მოვდივარ მე ჩემთვის სულ ერთი არა არც დათოლი გლიკაზე რომელიც ძალიან მიყვარს დიდი მადლობა ქავდოლა ჩემგანაც მიიღეთ რესპონდენტი, რომელიც ჩემთან მოდის, არც
ქუჩაში მოსიარული ადამიანი, არც მძღოლი, ანუ თქვენ სულ ასეთი იყავით. ანუ თქვენ არ თქვენ შეცვლილი ხართ. მარა. იმიტომ რომ რეაქცია ჩემი არის ასეთი. ასეთი იქნება სულ. ეხლა როგორაც არ უნდა მიმდინარეობდეს ჩვენი ესე რომ ვთქვათ რომ დავიცვა ეს პროტოკოლი თუ როგორც ქვია, აი ვთქვათ იქ მეძახდეს, აუცილებლად გავარდები და მასთან მივალ საშველად. გასაგებია. ამ ბრაზის მართვა ხო შეიძლება? როგორ არა. აი თუ გაინტერესებთ გეტყვით. კი, ძალიან მაინტერესებს უბრალოდ. კი, ჯერ გვაქვს დრო, მაგრამ ისე გული მწყდება, რომ თქვენი გადაცემა ალბათ უფრო დიდი უნდა იყოს თქვენზე გადაცემა. და საინტერესო იქნება მაყურებლისთვის. თუ არა, ჩვენ ეთერს გარეშეც მილიონჯერ ვისაუბრებთ და ვისაუბრია. ბრაზის მართვა როგორ არ შეიძლება. კარნეგის დროს სულ არ იყო ის კვლევები, რაც შემდეგ ჩატარდა და გვთავაზობდა ის ამბობენ რომ მოძველებულია კარნეგი, ხო რა თქმა უნდა, ხა სახეცვლილებას განიცდის, იმიტომ რომ ფსიქოლოგიური სახელმძღვანელოებიც თუ ლენინი და სტალინი არ იყო წამძღვარებული, ბუნებრივია არ იბეჭდებოდა სტამბებში, არ შეჰქონდათ, მაგრამ იქ ძალიან დიდი სიღრმე იყო. ნახეთ, კარნეგი ამბობდა, მოდი დავითვალოთ 5-ჯერ. და ეხლა რა სად მოთავსდა ეგ ყველაფერი? კომპიუტერული კვლევა გაგვიაროს ბრაზმა? კი. 5 ცოტა არა. სანამ დავიწყებდებ. 5 ცოტა არა. გააჩნია თუ სწორად ვიცი. ესე ვიყოლებით არა. ნახეთ როგორ არის ლაბორატორიული კვლევა ჩატარდა, რომ ადამიანი მოათავსეს ექსპერიმენტი, მოათავსეს ოთახში, მაშინ გამოიწვიეს ბრაზი. მან არ იცოდა ბუნებრივია, რატომ იყო, ანუ ბუნებრივი დაკვირვების საგანი იყო, უხეშად რომ ვთქვათ. ბუნებრივი ექსპერიმენტი ჩატარდა. გამოიწვიეს ბრაზი, შრეობრივი შესწავლა კომპიუტერულად მოხდა მისი ბრაზის დროს, რა ემართება ტვინს. ამ დროს, ბრაზის დროს, ბატონო დავით, ტვინი გამოყოფს შხამს და იმ პატარა შრეში ქერქში თავსდება. მართლა ქიმიური ხო, მაგრამ ადამიანები ვართ, ყველას გვაქვს ძალით ყურშვები. და ბრაზდები, თქვენ რა გგონიათ, მე არ ბრაზდები. ხო, მაგრამ მე ეგრევე ვნანო. ნახეთ, აი გითხრათ ეხლა რაში მდგომარეობს ის ახსნა და კარნეგის რატო მოიხსენია. ნახეთ, როცა ეს შრეში თავსდება, ეს შხამი და ქერქს რას უძლებს ჩვენი თავი, ხო? ქერქთან თავსდება, თუ მე ვიწყებ ვერბალურად ან ქცევითი გამოხატულების თუ რაღაცა დავლეწებ, თქვიშე და რაღაცა ესეთი გავიდა ჩემგან ვარტყმავილები აგრესიული, ეს შხამი უბრუნდება ტვინს და უფრო მძაფრდება აგრესია. მაგრამ თუ მე ვჩერდები 6 წამი, ნახეთ არა 5 წუთი, არამედ 6 წამი. საათზე კი არ დავიხედავთ ბუნებრივია. ხო, ნუ გადაიანგა. ხო, ეს შხამი ორთქლდება, ანუ არ უბრუნდება ტვინს. ეს ჩემი კვლევა არ არის. ეგ არის თავარი იმ წამებში არ წამოგაძა. იმ წამებში იქვე თუ ვიწყებ, იქვე ვიწყებ, უბრალოდ. იქვე ვიწყებ. ეხლა გუშინ დღესდილას მეც ბრაზდები ვიდეო გაკრიტიკებ. არა, მაგაზე აღარ ბრაზდები. აღარ ბრაზდები. უი, მაგან გამიარა. ხო და ისა დღესდილით მოფრინავდი, ეხლა ისა პირდაპირ ხონში ჩამოვედი სხვა შორის. ხო, აეროპორტიდან. ხო და ისა და იქ ერთი რუსულენოვანმა შეიძლება ეს რუსეთის ბრაზიც იყო. რუსულენოვანმა მითხრა რომ ხშირად მიმითითებენ ხოლმე რომ ჩუმათ აქ გვეძინება, გვაცალე, რაღაცა მეგობარს ველაპარაკებენ და მომიბრუნდა ვიღაც ხმა გაქვთ ყურაცალე. ხო და ისაო ძილიო მაცალეო, მითხრა ცოტა ისე უხეშად და იმ წუთშივე დავესხი თავზე. ხო, არ ვიცი ეს მე ვფიქრობდი ეს აგრესია იყო რუსული ენა რო გავიგონი ამისაც ნამდვილად რომ რა ვიცი შემაძულა თავი ამ პუტინმა. ხო, არ ვიცი რა იყო დავესხი, მაგრამ მალევე ვინანე იმ წუთში. დედა როგორი სირცხვილია ხო მე ვცდილობდი რომ ჩამოვდიოდით საპასპორტო კონტროლი ერთად არ მოხვდეთ ხო. როგორი იმიტომ რომ იმან რო არ მიპასუხა აგრესიით ამათ რა დამცა. ხო, იმას რა უარესი რო ეთქვა, ამოვისუნთქავდი. ხო და არაფერი რო არ მითხრა, ისე განვიცადე, ისე რომ ასე ვიყურებოდი, რომ ის რო წავიდა და მე წავსულიყავი, ცხვენოდა. ხო და ბრაზიც მნანობ, ეხლა მე ერთ-ერთ ტურზე პარიზში ვარ და ერთი ქალბატონი ამბობს, რომ
მეთქარი ძველებური მეტრო არის და ვაიმე თქვენო მოსკოვის მეტრო უნდა ნახოთ ესო რა არის და მოსკოვის მეტრო და დავესხი ხალხს ისე მცხენო იქვე მოუხადე ბოდიში რა თქმა უნდა და იმიტომ რომ ვარაგობ თამამად მე სულ ასე ხელკავით დამყავდა ბოდიში ხუთი ტელეკუთი დღე ხო რომ კონკრეტულად მივუძღვერი ჩემი გიდობა იმ ხალხს ხო მე ვთხარი მოსკოვის მეტრო მე ვთხარი ჩვენ მოსკოვის დღეს აქ არავინ არ ამარტყო თუ გერატებათ მოსკოვი პარიზში მოდიხარ როგორ ქალბატონს ღირსეულ ქალბატონს დავესხი თავს ისე იმ წუღონ იმ ჩვენ ნერვიული გადავეხვიე მოლბოდი შემოთხარ თქვენ აფეშუაში არა ხართ მე უბრალოდ მძულს მაშინ ახლა უკრაინა იმის ახალი ამბებია დაწყებული რუსეთის ომის და ამ აგრესია გადმოვიდა ჩემი ქვეყნაზე მაპატიეთ მე მაპატიეთ მე ვთხარი კაი არა უშავსო ვთხარი ზანუღისად მოვიქეცი ხალხალ გამოვაცხადე ხალხთან ერთად და მთელი 5 დღე მე ბოდიშით კი არ გამოვასორე აი ხან რაღაცა ნაყინი მივაწოდე ხან ყავაზე ხან ხელკავით ხო და სულ ჯერ თუ მასუხსნიდი საქართველოს ხო ქაბატონი ხო ხედავთ აი და განახებთ ამაზე ვლაპარაკობ და მიუძღვენი მთელი ტური და მივხვდი რომ ძალიან ცუდად მოვიქეთ მაგრამ აჯანდა ნახე ხო აი ზუსტად ეგ გაგახსენდეთ ხოლმე როცა თუ გაგახსენდეთ უნებრივია მაგრამ ნახე თქვენ ხო აღიარება გააკეთეთ კი ეგრევე გავაკეთეთ მე პიროვნული მახასიათებელია ზოგიერთი ამბობს რომ რადგან მე ასე ვფიქრობ ეს 100-ია და სხვაგვარად არ შეიძლება და ზუსტად აქ მოდის ერთი თემა კიდე თვითცნობიერების საკითხი ჩვენ აი თუნდაც ჩემთან მოსულ რესპონდენტებთან ბენეფიციარებთან ამაზე მაქვს საუბარი ყველაფერი ვიცით სხვაზე და არაფერი ვიცით საკუთარ თავზე და სწორედ ეს არის თვითცნობიერება უნდა ვერ ვუსმენთ ჩვენ თავს ხო აი ვერ ვუსმენთ სულ სულ გონია რომ კარგად ვიქცევით ალბათ ხო რა თქმა უნდა ბუდისტი არა ვარ მაგრამ აი ძალიან საინტერესოა ბუდისტი ისინი ახლა მე შრი-ლანკაში და იმაში ტურები მაქვს ისეთი საინტერესო რაღაცეებია ლამის ბუდა გაქვთ კი ნაღამ ხო ხუმრობდი ერთი ტური კიდე თქო იმიტომ რომ საოცარი მოძღვრებებია სიკეთეზე ისეთი მოძღვრებება არ დაგვესიზმრება ნახეთ იქ არის ლაუძის ნათქვამი ასეთი ბრძენი დუმს და უმეც არის ქადაგებს ანდა ვთქვათ ქალსა და მამაკაც შორის დამოკიდებულებაზეა ვთქვათ ძალიან საინტერესო რამე რომ მამაკაცი ძლიერებით იმორჩილებს მდედრს მდედრი მორჩილებითვე იმორჩილებს მამრს და ასე შემდეგ გამოდოლალი სამწუხაროდ ჩვენი გადაცემის დრო ამოიწურა ისეთი საინტერესო ხართ ეს პროექტი მინდა რომ გაგრძელდეს რადიო პროექტი რომ ჩვენ ხელახლა დაუძახოთ ასეთ კაი ხალხს როგორც თქვენ ახართ მე მინდა რადიო მსმენელებს შევახსენო რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი გახდათ ქალბატონი ლალი ნაკაშიძე რომელიც გახლავთ ცნობილი ფსიქოლოგი, პედაგოგი, ლექტორი, ჩვენი სათემო ცენტრის და ხონელების და ამ თემში რა ვიცი გადამრჩენელი ბევრი ადამიანის და ველოდებიან მის ჩამოსვლას რაიონში და რა ვიცი ბევრ სიკეთეს აკეთებთ უღრმესი მადლობა ეზრო რომ დამითმეთ და წავართვი ეზრო სამწუხაროდ სხვა ადამიანებს და თქვენ ახლა დაუბრუნდებით თქვენ საქმიანობას პროექტს ამ პროექტს დიდი მადლობა რომ ბენეფიციარებისთვის გამართლებული შემოთავაზება კი ბატონო დიდი მადლობა თქვენ